ეს ლოგიკა როგორც ყოველთვის ამაშიც არათანმიმდევრული არის. ისინი ერთის მხრივ ამბობენ, რომ უნდა წავიდეთ საპარლამენტო მოდელისაკენ და მეორეს მხრივ ეწინააღმდეგებიან იმ ცვლილებებს, რაც 2010 წელს განხორციელდა სწორედ ნაბიჯის საპარლამენტო რესპუბლიკისკენ, თუმცა იქაც ძალიან ზუსტად გაიწერა კონსტიტუციაში პრეზიდენტის უფლებები, ის რომ ის იყოს მიუკერძოებული არბიტრი და სწორედ ამიტომ დარჩა პრეზიდენტი მთავარსარდალიც, ამიტომ არის მასთან უშიშროების საბჭოც, ამიტომ როგორც პრეზიდენტს, როგორც მიუკერძოებელ არბიტრს, ამიტომ აქვს უზენაეს სასამართლოში მოსამართლების დასახელების უფლება და ასე შემდეგ. ანუ რა თქმა უნდა პრეზიდენტი არ არის 2010 წლის ცვლილებების შემდეგ პასუხისმგებელი თქვათ მთავრობის ეკონომიკურ საქმიანობაზე და იმ საყოველთაო გაჭირვებას, რაშიც ქართველი ხალხი ქართულმა ოცნებამ ჩააგდო, ისინი ვერავის ვერ დააბრალებენ, მათ შორის ვერც მარგველაშვილს, მაგრამ პრეზიდენტს დღეს აქვს გარკვეული უფლებები, რომლის შეკვეცას შეზღუდვასაც ცდილობს ქართული ოცნება და არ დაგვავიწყდეს. საქართველოში არსებობს 25 წლიანი პრაქტიკა, როდესაც ქართველი ხალხი თვითონ ირჩევს პრეზიდენტს და ასეთ შემთხვევაში სწორედ 2010 წლის ცვლილებებით ქართულ ხალხს შეუნარჩუნდა ეს უფლება, პრეზიდენტს შეუნარჩუნდა გარკვეული უფლებამოსილებები მას როგორც ნეიტრალურ არბიტრს და ბუნებრივია გადავდგით ნაბიჯის საპარლამენტო რესპუბლიკისაგან, ამიტომ დღეს შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე და აგრეთვე ქართველი ხალხის უფლებაზე თავად დაიჩიოს პრეზიდენტი არის უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის ახირება, რომელსაც უბრალოდ არ მოსწონს მარგველაშვილი, მას არ მოსწონდა არც სააკაშვილი, არ მოსწონს არც მარგველაშვილი, იმიტომ რომ მას არ მოსწონს სახელმწიფო ინსტიტუტები და ის გაჭირვება, რაშიც ქართველი ხალხი ჩავარდა, სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლის შედეგია. მას ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ. თუ თქვენ ასე აპოკალიფტურად უყურებთ ამ სიტუაციას და ამბობთ,